გამარჯობათ. პირდაპირ ვიტყვი რომ 18 პლუსი არის ეს ვიდეო ბლოგი და მე არ დაიწყოთ აქ რა, მოარიდეთ ყველა. ორი წუთით წაგერთმევთ თქვენს ყურადღებას, ვისაც კიდე შეგრჩათ სიმდის ნამუსი, რომ მოусმინოთ რა სიმართლეს. და ვისაც არ გეშინიათ სიმართლის თქმა, აი შალვარამიშვილი რო არის, ხო? კოცების განდონი. პროპაგანდონი, უკაცრავად. მაგას ვთქვია, რომ ეხლა ემიგრანტები ვინც ახართო, აქო და 1-2 კენკელა ნათესავი ყავთო, აქო და მეტი არავინო, არცა გაგთო უფლებაო თქვენო ქვეყნის ბედშიო მიიღოთო მონაწილეობაო და არჩევნებშიო ხმა მიცეთო და რაღაცა ესეთი რა. მთელი თავისი ის ებმის მე ეს პროპაგანდონური რაღაც კლიზმა რა კოცური და ანუ სანამდე ახლა მთავარ სათქმელზე გადავიდოდე, ხო? მე რა ვიცი ხა ამას ვინ რა უნდა უთხრას, ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს და მის ეგრეთ წოდებულ ანასხლეტებს, ის თავთეთრასირი რო ხავს და კიდე მისნაირი ბუნების შეცდომები რა, ბერები და ყვერები. შალვარამიშვილი დაგმო საკუთარმა შვილმა, საკუთარი თესლით გაკეთებულმა შვილმა დაგმო. და თქვა რომ უიო ესო რა პროჭი მამა მყავსო, იცოდეთ ყველამ ხა. ამის მერე მე ამას რა უნდა უთხრა. თავისი შვილის სტოლა გოგოს რომ იმაზე სექსუალურ გზნობებზე ელაპარაკებოდა. ეს საერთოდ კაცი არა, ეს პედოფილი. მე ამას ახლა დიდ მორალზე ვერ დაველაპარაკები, მაგრამ ესე იგი აქედან წასული, საქართველოსდან წასული ადამიანი 1000 პრობლემებით, იქნება პოლიტიკური, იქნება სოციალური, ეკონომიკური თუ რაღაცა. თუ საკუთარ სამშობლოს გულის ტკივილით გრძნობს და გამოხატავს თავის აზრს, ესე იგი ორი კენკელა ქართველი რო ყავს იქ, ამის უფლება არ ქონია. შალვარამიშვილის ზურგს უკან ამოფარებულო ყველა ქოც ამომრჩეველო რა, რომელიც აი ესე მუნჯურად აი ამ იდეას ითავისებს და ეთანხმება. ყველა თქვენი დედას შევეცი პირში რა. აი აქ რო ემიგრანტია და თუნდაც საფლავები კონდეს მარტო დარჩენილი. საფლავების მეტი რო არავინ არ ყავდეს, აი ვინც იმ ემიგრანტს ქართველად არ თulis, რომლის სისხლშიც ქართული ვენებშიც ქართული სისხლი ჩქებს და გული ქართულად უძგერს, ყველა კოცის დედა შევეცი. ამ ყველაფრის მერე რა და საერთოდ თქვენ აი ემიგრანტებო ვინც ყავთ ნათესავები, ვისაც თანხებს უგზავნით იქ, ხო, დედები, მამები, ძმები, რავი, ბევრი ხო არიან, რავი, მარტო 2025 წელს 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თანხა გადაირიცხა საქართველოში და ეს არის ნახევარი საქართველოს ბიუჯეტი, ხალხო, დანარჩენ ბიუჯეტს ავსებს ტრანზიტი ვარ და რო გადიან და გამოდიან, იქნება ეს სატრანზიტო გზები, ტრაილერები, ეგრეთ წოდებული თვითმფრინავი, იქიდან გადასახადებიდან შემოსული ფულია, რომელსაც ეს ნაბოზვარი, ღარიბაშვილები, მერე ეს დედამოწყნული ნაცები კიდე მაგათთან ერთად კოლაბორაციაში მყოფები, უშიშროების ყოფილი მინისტრები, ახლანდელი მინისტრები, იზორიები, ხიდაშელები, ესენი რო ჭამენ, ეს ფული არის ეს. ეს ხო კი არაფერი არა, ეს ფულია ეს. და გამოდიხართ აქ და სიტყვის ამოღების სურვილი არ აგავთ. დღეს საქართველოში ვინც ახარ დარჩენილი, რომელიც ემიგრაციის ტიტანური შრომიდან და წვალებიდან იკვებებით, პროტესტი როგორ არ გაგაჩნიათ, ბიჭო? როგორ არ მიხვალთ და ამ შალვარამიშვილს ცხელსას როგორ არ შეთხრით, მაგ ადგილზე ტრაქში მაგის დედა შევეცი მე. სრული ამ სიტყვის რა გაჩერებთ? რა გაჩერებთ? პროსტო ეს რო არ გააკეთოთ. მალე ადგებიან და თქვენ ახლობებს, თქვენ მკვებავებს, ხო? ქართველობის სრულუფლებას წაართმევენ. და მაშინ რა გამოდიხართ თქვენ? დაკარგეთ ოჯახისწავი, დაკარგეთ ნათესავი და ეხლა როგორც მოქალაქეს ისე კარგავთ. და საერთოდ თანაზიარი აღარ ექნება ადამიანს, რომელმაც თავი გაიყო, თავი გაწირა, ჯერ ოჯახისთვის, მერე ქვეყნისთვის, გადასარჩენად იმას აგირთმევენ ქართველობას, გიფურთხებენ დედას, გიფურთხებენ მარჩენალს და პროტესტი არ გაგაჩნიათ არავის ამის მიმართ. აი შალვარამიშვილის გინდა ყოფილი ცოლი, გინდა ახლანდელი ახლად მოთხრეული ცოლი, გინდა მკვდარი, გინდა ცოცხალი, გინდა შალვარამიშვილის მაგინებელი შვილი, ყველას დედა შევეცი მე თუ რამე გვარში ან კაბიანი, ან ფეხიანი, ან იმიანი, ან ამიანი, ყველანაირი წესით მოვთხან მაგის ჯიში. და მთელი ქართული ოცნება კიდე ახლა წადით, ვიცი, ადეგით და დამბლოკეთ, ვიცი რომ დამბლოკეთ, მეტი არაფერი არ შეგიძლიათ რა, ეგ შეგიძლიათ მაგარი რომ ადგეთ და დამბლოკოთ კაცი ამის თქმის გულისთვის. უბრალოდ მე აქ უფრო დიდ პრობლემას რას უყურებ, იცი, ეს რო გავარდა და ეს რო ითქვა რა,
ქოცებს ამის უკანა ახასიათებთ საქმე, უფრო ბოროტი ვიდრე სიტყვა. ეს არის პრობლემა. ეს არის განაჩენი ჩემი ერისთვის, მეტი კი არაფერი არა. მე ამას ვამბობ, ამას შენ ამას ამბობ სიტყვით, ამბობ, შედეთ დამოწყნულო, ვინც მე გამოდიხარ და სიტყვის გამო მაგრეტიკებ, აგერ საქმეა გასაკეთებელი და მიდი ერთი ჩალვარამიშვილთან გააკეთე. მიდი შეუტრაკო და გააკეთე, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. შენ რას აკეთებ? ან სიტყვით, ან რატო დუმხარ? რატო არ იღებ ხმას, რატო არ მიდიხარ? იქ ხო ვიღაცამ რომ თანხა გამოგიგზავნოს, ამდენი პროჭ პარტიები როა, ჩაჩუები, მაჩუები, გოშიები, მორგოშიები, პროჭგოშიები, 1000 სირები რო ხართ, ემიგრანტებზე რო იყავით ჩამოკიდებული. ემიგრანტებს რომ ხელა შეურაცხყოფას აყენებენ, თქვენ ლაჭრებო, თქვენ ქართული ოცნების უშიშროების ანასხლეტებო, თქვენ ამაზე რეაქცია რა თუ არა გაქვთ? აი იმაზე გაქვთ ხო მარტო რეაქცია არაბებს რო ის რო ეგრეთ წოდებული სამშობლოს ღალატს რო ინვესტიცია დაარქვეს და ეგეც გინდათ კიდე ემიგრაციისგან თანხა გამოძალოთ. ვაიმე ჩვენ იცი რა შეკრება გვინდა, მაგრამ ფული არა გვაქვს, მიკროფონის ფული არა გვაქვს, ამის ფული არა გვაქვს და ამ გაქცეულ ემიგრაციას კიდე ემაცხოვრებენ პოლიტიკური ძალები კი რა ყლეები ხართ თქვენი დედაშევეთ, ზუსტად ვიცი ვინცა ხართ რა. და ნუ პროსტო არ ჩავყვები ამ საკითხს. გულზე მომხვდა არ მქონდა აქამდე იმის დრო რომ დამჯდარიყავი და გამომეხადა ჩემი აზრით ხომ მოგწვით და ბოლომდე მოგთხრით თქვენი დედავატირე თქვენ ქართველ კაცს ქართველობას ვერ გაუუქმებთ. შალვარამიშვილი არ არის ქართველი, არც ივანიშვილი არ არის ქართველი, ვინც ქართველებს ებრძვის დღეს საქართველოში ქართული სახელმწიფოს სახით არც ერთი ქართველი არ არის.